ხარაბაძის ჩაწოდება საჯარიმოში პირველი დარტყმაც კარისკენ იოსელის ცდელობა, თუმცა ბურთი ცდება ამ შემთხვევაში კარს. თელაველთა ერთ-ერთი პირველი მცდელობა დღევანდელ შეხვედრაში გამწვავებისა ჩაწოდება საჯარიმოს მიმართულებით მაღალი და არაზუსტია, თუმცა დარჩა თელავის შეტევაში დარტყმა კარის მიმართულებით და თუ თამაშგარი არ არის, რომელსაც ითხოვენ ქუთაისელი მცველები, თელავი გავა წინ ამ შეხვედრაში. ნახავთ ეპიზოდის გამეორებას, არადამაჯერებელი მოქმედება დაცვის ხაზში, საბოლოოდ ყველაფერი მივიდა აქამდე და ლატო არველაძე თუ სწორად შეუნიშნა ის ფეხბურთელი, რომელმაც ეპიზოდი დაასრულა გოლით. 0-1 სწრაფი გოლი, პირველი შეტევა იყო საერთოდ დღევანდელ შეხვედრაში თელავისა ისეთი გააზრებული იერიში, რასაც მოყვა საჯარიმოში დაშვებული შეცდომები, მცველების არც თუ ისე დამაჯერებელი მოქმედება და ყველაფერი მივიდა აი აქამდე, რომ თელავმა შეძლო ანგარიშის გახსნა. ოხრიძეს შეუძლია. ნახოთ ამჯერად რას გადაწყვეტს, გაუშვა ბურთი კარისკენ, შემოატარა გადაატარა ცოცხალ კედელსაც, თუმცა არ იყო სუსტი მისი მცდელობა, აი კიდევ ერთხელ. იოსელი დარტყმა კარის მიმართულებით პირველი ხიფათი დღევანდელ მატჩში, პირველი სახიფათო მომენტი საერთოდ, რომელიც შექმნა ქუთაისის ტორპედომ, იყო რაღაც ცდელობები, მაგრამ ასეთი სახიფათო ჯერ არაფერი ყოფილა საჯარიმოს გარედან მოჭრილი დარტყმით ცოტა რბილი იყო. ოხრეიძე დარტყმა კიდევ ერთი, აი აქაც სუსტია. დარტყმაც და სუსტია ლევან თანდილაშვილიც. ოხრეიძემ დაარტყა და რა ეპიზოდი იყო, კარგი მომენტი და ყოჩაღ ლევან თანდილაშვილს მე ისე დავინახე, რომ ანაბურთზე ითამაშა და კუთხური უნდა იყოს. ბილიბურთი გაიგზავნა, კარგი მომენტი და 1-1. არეულობა საჯარიმოში და ტორპედომ აი ეს თავისი დიდი უპირატესობა გარდასახა გატანილ გოლში. იგაურს გვიჩვენებენ ღუდუშაურის კარგი დატრიალება ვიხილეთ. აბა ნახოთ რა მოხდა აქ. გიგაური კი აღნიშნავდა, მაგრამ და სამართლიანად აღსანიშნია, რა თქმა უნდა, გუნდის გოლი, თუმცა აქ მე მგონი ავტოგოლია და ჯადული იობაშვილი ეხება ბურთს ღუდუშაურის ჩაწოდების შემდეგ. დარტყმა თანდილაშვილი იოსელი გაჩნდა ბურთთან დამატება და გადარჩა თელავი. თუ არ იყო თამაშგარი მდგომარეობა იქნება კუთხური. და როგორც ჩანს არ იყო. კარგი შანსი კიდევ ერთი ტორპედოს. ფელიპე პირესმა მოსინჯა დარტყმა საჯარიმოს გარედან. აკი გადის გოლი და გადის თელავი მეორე წინ. აი ასე უნდა შეცდომის გამოსწორება. ჯადული იობაშვილი, ავტოგოლი და ახლა უკვე გოლი მეტოქის კარში. ამას ქვია საკუთარი შეცდომის გამოსწორება მართლაც. ფილიპ კლიაიჩი, იმედგაცრუებული ქუთაისის ტორპედო, რომელმაც თამაში ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მეტოქე ისევ გავიდა წინ. ბიორდი იოსელი შეეძლო გმირი გამხდარიყო ამ მატჩში და 94 წუთზე ანგარიში გაეთანაბრებინა.